მეც ვიღებ. ხო, მაგრამ ხმაც უნდა ჩავწერო ლაივი. ტელეფონები უკან. კიდევ ერთი განცხადება მაუწყებლის თანამშრომლების, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ან შეიძლება რამდენიმე ადამიანი გვაყია, წავიკითხავ ამ განცხადებას, რომელსაც ფაქტიურად ამ მომყოლა ადამიანის უბრალოდ ვაწერთ ხელს. როგორც იცით, 22 ნოემბერს ქართული ოცნების კვოტით არჩეულმა მრჩეველებმა თამილა დოლიძემ სოციალისტურმა ჩხარშუმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებამაც ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილი იყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნა საფრთხე. პირველი რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება, კერძოდ მან თავის მოადგილეს ნათია ძოლიძეს კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსწრება. ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლო დროინდელ რეიტინგებს. აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს თხოვს შეწყვეტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა ბატონ გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა ქართული ოცნების მხარდაჭერულ მრჩევლებს, დაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჯარის, ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთხელ მიმართავთ როგორც ბატონ მრჩევლებს მაუწყებლისას, ასევე ბატონ გიორგი კოხრეიძეს, რომ ის საუბრობს პირველი შეხვედრიდან და მანამდეც, რომ მხოლოდ 4 ადამიანს აქვს მასთან დაკავშირებით პრეტენზია, კონკრეტულ სახელმწიფოებს ასახელებს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ 4 ადამიანი, შეგვიძლია დავთვალოთ, აქ ძალიან ბევრი ვართ და ის რომ პირველ შეხვედრაზე მე პირადად არ გამიკეთებია, კომენტარი ეს უაც არ ნიშნავს იმას, რომ მომწონს ან მასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამაჩნია. საერთოდაც არ ვიცი ეს ადამიანი როგორ მოვიდა მაუწყებელში, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ვიტყვი როგორ შეიძლება ის ადამიანი, რომელთანაც არანაირი საერთო არ გვაქვს, იყოს მაუწყებლის დირექტორი. ზეწოლასა და თვალსაჩინო სკოლის მექანიკა. ჩემისაც ხოლმე გამოსულა შემდეგი არ ვარ, მე ჩემი წერა თავზე კომენტარი. ანუ ვიგვაწერება შემდეგი. კი, ამ ნებისმიერ შეგიძლია ჩაწერო. ირი კითხვა შეიძლება რა ვიცი, ჩემი რა ვიკარგო. კაირი ჩახწერდი. ახალ არჩეულმა დირექტორი გიორგი კოხრეიძე მიიღო, რომ გადახედოს შეურაცხყოფებზე ეს არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია. ხო, რაღაცა ისეთი კონკრეტული მაგალითები ჩვენს კოლეგას მაგალითად ვთქვა, რომ რაღაცა ეს პროვინციალური შეხედულება ჯერ ჩვენ მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე რადგან ექსპერტიზების მატარებელი ჩვენ მასალაში ვეთანხმებოდით, რატომ აძლევს თავისუფლებას განსაზღვრის გამონაცვალების სიუჟეტები ეხლა თქვენ ვიხართ აქ გამოსულები ეს მხოლოდ ნიუსრუმია თუ ეს არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების, ასევე გადაცემების წამყვანების და პროდიუსერების აქცია. მათ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები დირექტორთან მიმართებაში. ჩვენ შევეცდებით ახლა სხვებსაც გავესაუბროთ. ირინა, რომ გითხრათ თქვენს მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ, როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო პერიოდში, კონკრეტულად რა მოხდა თათბირზე და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარს მოვიყვებით, რაც იყო ჩემთვის აბსოლუტურად არა მხოლოდ ჩემთვის. ეს იყო ის, რომ
ადამიანების და ორგანიზაციების შეფასებები მათ შორის არც ელიტოს, არც ჟურნალისტების აქტიას, თუმცა მას დღეს აქვს შეხვედრა, მან თქვა, რომ პერსონალურად შეაფასებს ამ გადაცემას, პერსონალურად იმსჯელებს სტუმრების შემადგენლობაზე, კითხვის ფორმულირებაზე, რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი და სწორედ ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩადე. სხვაგვარად შესაძლებელია ის სხვაგვარად აღიქვამს ამას და კეთილის სურვილებით ისმის, მაგრამ ჟურნალისტებისთვის, რომელსაც გვაქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, ძალიან ცხადია, რომ ეს არის დირექტორის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკის მართვის სურვილი და მინდა ხაზგასმით მათ საბედნიეროდ ეს მხოლოდ სურვილი მცდელობა ამისი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე მაგალითად პერსონალურად ფიზიკურად იქნები ამ მაუწყებელში დირექტორი ვერ შეძლებს ჩემი გადაცემებისთვის შეთანხმებას სტუმრების გამოხშირებას მათი ხონდა მას ამის მცდელობა ედია და რომელი კითხვა მაქვს 4 ადამიანი დასახადა ეს პრობლემა ვინ არიან ეს 4 კი ბატონო ესე იგი მე ირინა ყურვა მაია მერკოვაძე საინფორმაციო სამსახურის მოადგილე ნაცია ზოიძე დირექტორის მოადგილე ამ შემთხვევაში ამოწმებაში მისივე მოადგილე და თეუნა ბაკოძე რომელიც განსაკუთრებით მთავარ საინფორმაციო გამოშვების დაფეტენ რა შენიშნებია მას იცი რა ის უკვე მე რამდენი ინტერვიუში ამბობთ ვიცავ სარედაქციო დამოუკიდებლობას და ჩვენ ვიცავთ იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ჩვენ ამაზე ვსაუბრობ რა რისკების წინაშე დადგა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის შემდეგ და სწორედ ამიტომ ჩვენ შანსს არ გავუშვებთ ხელიდან არც პრევენციული ღონისძიებები, თუმცა ამას არც პრევენცია ახერხებია, როდესაც პირდაპირ გეუბნება ადამიანი დირექტორი, რომელიც ყველა გადაცემის შემდეგ გაარჩევს თითოეულ გადაცემას. როცა ის პირდაპირ გეუბნება, რომ შენ ეთერში მოწვეულს სტუმართან უნდა იყო ოჯახის წევრების რეჟიმში და არ უნდა გააბრაზო, არ უნდა გამოიწვიო მისი ანუ უნდა გამოიწვიო მხოლოდ კეთილი განწყობა. ეს არ არის ჟურნალისტიკა და ჩვენ არ ვაკეთებთ არის მოხდა ჟურნალისტიკას. მას ეხლა ჩვენ გავესაუბრებით ჰეშტეგის გადაცემა ჰეშტეგის წარმომადგენელს, როგორც ვიცით, დირექტორს შეფასებები გააკეთა თათბირზე ერთ-ერთი სიუჟეტის მიმართ და ეს შეფასებები, როგორც ვიცით, იყო საკმაოდ შეურაცხყოფელი თქვენ ბოდიშის მოხდაც მოითხოვეთ. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ რა მოხდა, რა სიტყვებით შეაფასა, როგორ შეაფასა. გუშინ ჩვენ გვქონდა განწყობა, რომ დირექტორს შევხვდებოდით და ვისაუბრებდით იმ სიტუაციაზე, რომელიც ტელევიზიაში შექმნილი, არავინ არ დაობს იმაზე, რომ კითხვები, რომლებიც აქვს ჟურნალისტებს, ეს კითხვები ლეგიტიმურია, ხო? ფაქტია, რომ ეს კითხვები გაჩნდებოდა, როდესაც მმართველმა პარტიამ გაიყვანა 3 წევრი და შემდგომ ამ 3 წევრმა გაიყვანა დირექტორი და გაგვიჩნდა ეს კითხვები და ამ კითხვებით მივედით დირექტორთან. ის აპასუხებდა იმის ნაცვლად, რომ შემდგარიყო ნორმალური კომუნიკაცია, რომლის იმედსაც ჩვენ მაინც ვიტოვებდით. ამ ნორმალური კომუნიკაციის ნაცვლად მივედით მის მიერ ჩვენი სიუჟეტები სულიად დაუსაბუთებლად მოხსენება სპექტაკლებად, რომ ეს იყო დადგმული, ფონი არ შეურჩიეთ თურმე თეონა ბაკურიძე უფრო ლამაზ ადგილას ჩავწერეთ ვიდრე თვითონ. ასე აბსურდული არგუმენტები, რომლებიც მას ჰქონდა. შემდგომ მას მოუწოდეთ ჩვენ, რომ თუ მას ეს პრეტენზიები აქვს, როგორც ძალოფებს ალკოჰოლ პირს, არ მოგამხატოს ჩვენთან, იმიტომ რომ ეს აღქმული იქნება როგორც ჩარევა ნებისმიერ ვარიანტში და ამის ნაცვლად თუ მას ეს კითხვები ჰქონდა, უნდა მიემართა ან ტელევიზიის შიდა ბერკეტებისთვის, რაც არსებობს, ხო საბჭო თვითრეგულირების, ან მიემართა ჟურნალისტური ეთიკის ხარჯისთვის. ამის ნაცვლად მან მოვიწყო განხილვა 50 თანამშრომლის წინაშე, რამდენად მაღალ პროფესიონალურად ან არაპროფესიონალურად იყო შესრულებული ჩვენი სიუჟეტი და იყო თუ არა ეს სპექტაკლი. ბუნებრივია, ამ ტონით საუბარს ჩვენ არავის არ რა იყო მისი პასუხები, როცა თქვენ მოსთხოვეთ არგუმენტები ამ შეფასებასთან დაკავშირებით? არ იყო, მაგას არ ჰქონდა არგუმენტები. ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ნაცრისფერი ფონის ნაცვლად რომ ჩავწერეთ კარადასთან, კარადა არ მოეწონა თურმე. ამის გამო სიუჟეტი გახდა სპექტაკლი. ბუნებრივია, ხა მას რო არგუმენტი ჰქონდა, მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას და მართლა მიმართავდა მარეგულირებლებს, მაგრამ მას არ ჰქონდა ეს არგუმენტები და მას სურდა უბრალოდ ესარგებლა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით და 40 თანამშრომლის წინაშე დავემუნათებინეთ და ეგონა რომ რა ვიცი თავს დავყრიდით ალბათ, მაგრამ ბოდიში რა აქ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდით ადრეც და მომავალში არავის არ შევარჩენთ ამ სიტყვის თავისუფლებას ჩარევას. მადლობა. ეხლა გადავალთ სოფოსთან, რომელიც არის ერთ-ერთი რედაქტორი.
სოფო, მოისმინეთ განცხადება, ვიცით ასევე იმ პრობლემების შესახებ, რაც დადგა დღის წესრიგში. რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები, აპირებთ თუ არა მიმართოთ რა საერთაშორისო ორგანიზაციებს ან ასე შემდეგ, რას გეგმავთ? უნებრივია ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ, რაც მოგვიწევს იმ საშუალებას, რომ რაიმე ტიპის საფრთხე არ დაიმუშავოს საერთაშორისო დამოუკიდებლობას. ჩვენ დღეს საუბრობთ ამას, დიდი ხანია საუბრობთ, რომ ეს საფრთხე არის დღეს წესრიგში. თუმცა დღეს რატომაც ვფიქრობ, რომ აი ესეთი განცხადება აუცილებლად იყო გასაკეთებელი. იქიდან გამომდინარეობს, რომ ფაქტია, მაუწყებელში პოლარიზებული სიტუაცია არის ერთი მხარე და მეორე მხარე, რაც აბსოლუტურად უკვე იმაზე მეტყოდებს, რომ არასწორია. როცა გეუბნებიან, რომ რაღაცა ეჭვებია ჩვენს დამოუკიდებლობაზე მართული ხარ, ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ყოველი ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სინდისის წინაშე ჩვენი ჟურნალისტური სტანდარტებით ეცნობათ, ზუსტად ვიცით რა პრინციპებით მოქმედებით, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ ამ ტიპის ბრალდებებს. ჩვენ მოუწოდებთ ყველას, რომ იყოს კონსტიტუციური, არ არის ორი მხარე. მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც იცავს კანონი, გაწედილია ყველაფერი. ვის იქნება ჟურნალისტი, ვის იქნება რედაქტორი. თუ რაიმე ტიპის დარღვევები იქნება მათ შორის შინაარსობრივ მხარეში, არსებობს თვითრეგულირების მექანიზმი, თუ იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევა, რომ სისხლის სამართლის შორის გავიდით, არსებობს სასამართლო და ასე შემდეგ. თუმცა აი ესეთი მე ასე გადავწყვეტე მესეჯი მომეჩვენა, მე ვფიქრობ, რომ სპექტაკლი ან არასწორია, ეს უკვე როგორ ხსნის დირექტორი იმას, როცა ერთი მხრივ ის ამბობს, რომ ჩარევა არ უნდა იყოს და ის არ ჩაერევა და არც მისი მოადგილეები არ უნდა ჩაერიონ და მეორე მხრივ ის პირდაპირ აკეთებს შეფასებებს, თქვათ, კონკრეტული გადაცემების ფონების და რაღაც ასე შემდეგ. ეთერში გასვლის შემდეგ არის შეფასებული პრობლემა არ არის განსხვავებული გამოსასწოროს გიორგი გელაძემ. მაგრამ კიდევ ხომ უნდა გავიდეთ ეთერში. ხო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შეფასებები მით უმეტეს აი ესეთი არაფერგან მოტანილი, იმიტომ რომ თუ მანდამაინც სტანდარტს აფასებ, არსებობს რაღაც ტიპის სტანდარტები, ხო და ამ სტანდარტებთან უნდა იყოს შეუსაბამობაში და სუბიექტური აღქმით მისთვის როგორ არის რაღაცა ინფორმაცია, თუ სტანდარტი დაცულია, ბალანსი დაცული არის, სიმართლეა, მოდი ასე ვთქვათ, სიმართლე, სტანდარტები არის დაცული, ყველაფერი არის ნორმალურად, ვიღაცის სუბიექტური აღქმა, მათ შორის დირექტორის ან სხვა თანამდებობის პირის, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცების მცდელობა ისე იყოს, როგორც მათ უნდა. ჩვენ ამის უფლებას არ აქვს. დიდი მადლობა. ამას ვამბობთ, ჩვენ არამის უფლებას არ ვიცით, კანონს მიიღებთ. მადლობა. შეგახსენებთ, რომ ეს არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია.